Ცარჯერში სამკურნალო წყლებით ცნობილ კურორტ ლაშიჭალამდე მისვლა დამსვენებლებს ორხიდიანი ავტომობილებით უწევთ. წლების წინ პოპულარული სანატორიუმი ახლა დამსვენებელთა ნაკლებობას განიცდის. მოუწესრიდებელი ინფრასტრუქტურის გამო ლაშიჭალაში ჩასვლისგან თავს ბევრი იკავებს. ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემებს იცნობს, თუმცა უსახსრობას უჩივის. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი ლეჩხუმიდან. სამკურნალო წყლებით ცნობილი კურორტი ლაშიჭალა დამსვენებლების ნაკლებობას განიცდის. მიზეზი კი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. სანატორიუმამდე მისასვლელი გზა იმდენად დაზიანებულია, რომ დამსვენებლებს ბარგის გადატანა მაღალი გამოვლობის მანქანებით უწევთ. მთავრობა უნდა მიხედოს. ადგილობრივი მოსახლეობა ამას ვერ გაწმდება. თავის ხარჯებით ამას ვერაფერს ვერ გააკეთებს ყველაფერს. ინფრასტრუქტურა ისეთი, როგორც იყოს 80 წლებში, ახლა აღარ არის. ვეღარ ვიცანი, კურორტიზე გატყიურებულია. გზების აშინელი. რა ვიცი მე ამ გზის გულისთვის ალბათ მართლა ვერავინ ვერ მოვდივართ, აქეთ თუ არა. მე პირადად იმდენად ვიყავი მაშინ ცუდად, რომ ჭირდებოდა, მაგრამ ვერ ამოვდიოდი, გზა არა. მჟავე წყლები, რომელიც აქ გადმოედინება, წყაროებადაა დაყოფილი და თითოეულ მათგანს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს. აქ არის ნავლის წყალს ვეძახით. ჰეპატიტ-C, ჰეპატიტ-C მკურნალობენ კენჭოვან დაავადებებზე, ქრონიკული გვერდის დაავადებებზე, რომელიც უნიკალური არის. ანალოგი არ აქვს საქართველოში. ცაგერის რაიონის გამგებლის განმარტებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ დროებითი გზის გაყვანაა შესაძლებელი. ინფრასტრუქტურის სრულად მოსაწესრიგებლად ცენტრალური ხელისუფლების დახმარებაა საჭირო. დღეს და ხვალ უკვე მძიმე ტექნიკის საშუალებით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გაწმენდა, ისე რომ ნებისმიერი მანქანისთვის გამვლადი იყოს ეს გზა. ამ წუთში დღევანდელი მდგომარეობით სამწუხაროდ მხოლოდ ორხიდიანი მანქანებით შეიძლება იქ მისვლა. მაშინ, როდესაც ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ტურიზმი წარმოადგენს, სამკურნალო წყლებით ცნობილი ლაშიჭალა თამამად შეიძლება ითქვას, რომ გარესამყაროს უგზოობის გამო მოწყვეტილია. ადამიანებს, ვისთვისაც კურორტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამ გზის გავლა ექსტრემალურ სიტუაციაში უხდებათ.